მოგესალმებით. მე ვარ ელგუჯე მინაძე და მე დღევანდელი ჩართვა მინდა მიმართო მინაძეებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო ახალი წელი, რომელიც ჩაიარა. დღეს არის 24 იანვარი და ის სადღესასწაულო დღეები, რომელიც გამართეს მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოში გადაებეს სხვადასხვა სადღესასწაულო სუფრები და მე მგონი ასე თუ ისე ძირითადმა ნაწილმა მოილხინა და ღმერთმა ქნას რომ უფრო მეტი დღეები გქონდეს მოსალხენად, მაგრამ მე მგონი უკვე დადგა დრო რომ საქმიანობას შევუდგეთ და დღევანდელი ჩართვა, როგორც წეგან მოგახსენეთ, მინდა მიმართო მინაძეებს, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩემო ძვირფასო მინაძეებო. თბილისში ლევან მინაძემ და ასევე მინაძეების ერთმა ჯგუფმა წამოიწყეს თავის თავზე აიღეს ეს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ გვარს მივხედოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენ გვარს, ისე სხვა არავინ არ მიხედავს. და ჩათვალეს საჭიროდ, რა თქმა უნდა, რომ გვარს ჰქონოდა თავისი გერბი, თავისი ხატი და ეს საქმიანობა ამ დღეებში დამთავრდება და ძალიან მისასალმებელია. შემდეგი დიდი შეკრება, როგორც მე ვიცი, განხორციელდება 6 მაისს, 2012 წლის 6 მაისს და ვინც როგორც მოახერხებს ამ შეხვედრას დასწრებას, ძალიან კარგი იქნება. მე ვიცი, მაქვს ის ინფორმაცია, რომ შეიქმნა საბჭო, ჩამოყალიბდა მინაძეთა საგვარეულო კავშირი. ეს საბჭო ხდება თითქმის ყოველთვე ხდება და განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ასეთი რაღაც, რომ ჩვენ გვარს არ ექნება განვითარება, თუ მას არ ექნება ეკონომიური წყაროები. ის ადამიანები, რომლებიც იღწვიან და ბრძოლობენ და ენთუზიაზმით არიან ჩართულები, ჩვენ უნდა მივცეთ ყველა, ვისაც როგორ შეგვიძლია, რა თქმა უნდა. მე არ ვიძახი, რომ რაღაც თანხა დაიდოს უცბად, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს, რა თქმა უნდა, შეგროვდება რაღაც თანხა და ეს მოხმარდება მინაძეთა საგვარეულო კავშირს. და რას ითვალისწინებს ახლა მინაძეთა საგვარეულო კავშირი? რა თქმა უნდა, ჩვენ ეს საგვარეულო კავშირი უნდა განვავითაროთ, უნდა შევქმნათ სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოები, რომ არ იყოს მარტო დაყრდნობილი შემოწირულობებზე და ჰქონდეს თავისი ფონდი და თავისი წყაროები, საფინანსო წყაროები. მაგრამ დღესდღეობით ეს წყაროები არ გააჩნია, მინაძეთა საგვარეულო კავშირს არ გააჩნია. ამიტომ მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას, მე ამ ჩანაწერს გავუგზავნი, ყველა მინაძეს გავუგზავნი, სადაც მიმიწვდება ხელი და გთხოვოთ კიდევაც თქვენს ასევე, რომ თქვენს გადაუგზავნეთ ეს ჩანაწერი, რომ გთხოვოთ, რომ როგორც შეგიძლიათ, ვისაც რამდენი შეუძლია. ზოგს შეუძლია 3 თვეში, 4 თვეში, 5 თვეში 5 ევროს
5 ლარის, 10 ლარის, თქვათ, ჩარიცხვა. და ეს ჩარიცხვები, ხო, შეატყობინოს, ნუ ლევანი მინაძეს მე მგონი ძირითადად იცნობთ თქვენ, საბჭოს წევრები არიან კიდე ლელა მინაძე, ჯონი და სხვადასხვა ჩვენი საგვარეულოს წარმომადგენლები. ხო და ეს შეგროვდეს ეს თანხა, რომ რაღაც საქმიანობა წამოიწყო. თუ არ შეგროვდა დასაწყისი თანხა, თუ ვერ შეგროვდება და ვერ მოიძიება ის თანხა, ვერ წამოიწყებს ეს საგვარეულო კავშირი თავის მეურნეობას ვერ შექმნის. ამიტომ პირველი ფრთები ჩვენ უნდა მივცეთ. ჩვენ უნდა მივცეთ, რომ ჩვენ შევქმნათ ეს საგვარეულო კავშირი, ჩვენ გავაძლიეროთ ეს საგვარეულო კავშირი და ჩვენ ვიამაყოთ ამ ჩვენი საგვარეულო კავშირით და ჩვენი გვარით. და რა თქმა უნდა, შემდეგში აუცილებლად იქნება მხარდაჭერები და პირველ რიგში ეს მხარდაჭერები იქნება ჩვენი გვარის წარმომადგენლებზე, ეს რაღაც დასაქმების ფონდი შეიძლება შეიქმნას მე შემდეგში და ასე შემდეგ და ასე. ხა წინასწარ არაა საჭირო, მე მგონი ყველაფერი ვისაუბროთ, ეს მე მგონი საკმარისია რაც ვისაუბრეთ და რაც ავთქვით და ამიტომ ვისაც აი რამდენი შეგვიძლია, როდესაც შეგვიძლია 5, 10, 20 ლარი, რა ვიცი, როდესაც არა ვთქვათ აუცილებელი რომ ყოველ თვე დაიდოს რაღაც საწევროებივით. მაგრამ ეს იქნება მე მგონი საკმარისი. მე მგონი იმდენი მინაძეები ვართ საქართველოში და საქართველოს პარლამენტს გაერთოს, რა თქმა უნდა, მე ხლა თესალონიკიდან გესაუბრებით, რომ ეს თანხა რაღაც მოგროვდეს და დავდგეთ ფეხზე. ეს მინდოდა მე თქვა შემოკარგებო, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენი გვარის ძალა ერთობაშია, ჩვენი სიამაყე და ჩვენი გვარის სიამაყე ჩვენ ერთობაშია, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, ნუ გექნებათ ეჭვი. არაფერს მე ძალიან მჯერავ ლევანი მინაძისი, რომელმაც ჩამოიარა ყველა კუთხე და კუნჭული და მონახა სადაც შეეძლო მინაძეები. ასე რომ დავდგეთ ერთად და მნიშვნელოვან საქმიანობებს გავაკეთებთ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შვილიშვილებისთვის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა.